გამარჯობა ძვირფას ტელემაყურებლებო. ტელერადიო კომპანია თრიალეთი იწყებს გადაცემას ახალციკლის მანძილი. ჩვენ ეს გადაცემა ქალებს მიუძღვნა. ქალი უპირველეს ყოვლისა დედა, მეუღლე და საუკუნეების მანძილზე პატივსაცემი, სათაყვანებელი და ღირსშესანიშნავი პიროვნება იყო. ქალის სილამაზეს, მის გმასულიერ სამყაროს მრავალი პოეტი უმღეროდა. მხატვრები წარმატებულებს ქმნიდნენ. ბრძენი ადამიანები ქალის უპირველეს ღირსებას, მტკიცე ოჯახს და სამშობლოსთვის თავდადებული შვილების აღზრდას გასწევდნენ. ქალს მის მანძილს ქართველი კაცი ოდითგანვე პატივს სცემდა. ამას მოწმობს გარემოება, რომ გააფრთხებული შეტაკების დროს საკმარისი იყო ქალს მანძილი ჩაებდა მებრძოლებს შორის, რომ ბრძოლა მაშინ ეწდებოდა და მოწინააღმდეგენი თავდებოდნენ. ჩვენს დროში მანდილოსდანმა საკმაოდ ბევრი საქმე იყო. ქალი დედა, ქალი მეუღლე და მეოჯახე, მოსამსახური, ქალი საზოგადოებრივი საქმის დაკავებული და სხვადასხვა. ქალი სუსტისკაცის წარმომადგენელია. ეს ყველაფერი მას მისთვის საკმაოდ მძიმეა და თუ დავუმატებთ პრობლემების გასასწორ ყოფას, მივხვდებით, რამდენი უხილესი პრობლემის წინაშე დგას ქალი. ჩვენი გადაცემის მიზანი სწორედ ეს არის. გავაშვებთ ჩვენი ქალების ცხოვრება, ვისაუბროთ მათ პრობლემებზე და არა მარტო პრობლემებზე. ჩვენი მიზანია ჩვენს გადაცემებში შევავახედროთ სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, მისწრაფებების, გადაცემების მანდილოსნებს და ახალგაზრდა გოგონებს, მარტოხელა პენსიონერებს, გავიგოთ მათი ტკივილი, სიხარული, გავიზიაროთ ის ჩვენს. მანძილის პირველი სიუჟეტი კი მინდა ქარელის რაიონული ქართულ საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონ ლილი მაზმიშვილის საუბარი. ლილი მაზმიშვილთან საუბრი გახსნით. გამარჯობა ძვირფას ტელემაყურებლებო. ტელერადიო კომპანია თრიალეთი იწყებს გადაცემათა ახალციკლის მანძილი. ჩვენ ეს გადაცემა ქალებს მიუძღვნა. ქალი უპირველეს ყოვლისა ოჯახის დედა, მეუღლე და საუკუნეების მანძილზე პატივსაცემი, სათაყვანებელი და ღირსეული პიროვნება იყო და არის. ქალის სილამაზეს, მის ღრმასულიერ სამყაროს მრავალი პოეტი უმღეროდა. მხატვრები წარმატებულებს ქმნიდნენ. ბრძენი ადამიანები ქალის უპირველეს ღირსებას, მტკიცე ოჯახს და სამშობლოსთვის თავდადებული შვილების აღზრდას თვლიდნენ. ქალი, მისი მანძილი ქართველი კაცისთვის ოდითგანვე სათაყვანებელი იყო. საკმარისია ისიც, რომ შეიარაღებული შეტაკების დროს საკმარისი იყო ქალს მებრძოლებს შორის მანძილი ჩაებდა, რომ ბრძოლა მაშინ ეწყდებოდა და მოწინააღმდეგენი ზარდებოდნენ. ჩვენს დროში მანდილოსანმა საკმაოდ ბევრი საქმე ითირდა. ქალი დედა, მეუღლე და მეოჯახე, ქალი მოსამსახური, ქალი საზოგადოებრივი საქმის დაკავებული, სხვადასხვა. სუსტისკაცის წარმომადგენლებისათვის ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმეა. თუ დავუმატებთ პრობლემების სავსე ეკონომიკურად რთულ ყოფას, ვივხვდებით, რამდენი უხილესი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენი გადაცემის მიზანი სწორედ ეს არის. გავაშვებთ ჩვენი ქალების ცხოვრება, ვისაუბროთ მათ პრობლემებზე და არა მარტო პრობლემებზე. ჩვენი მიზანია ჩვენს გადაცემაში შევახედროთ სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, მისწრაფებების, გატაცებების მანდილოსნებთან და ახალგაზრდა გოგონებთან, მარტოხელა ბებებთან, პენსიონერებთან, გავიზიაროთ ერთმანეთის ტკივილების სიხარული. ჩვენი გადაცემის პირველი სიუჟეტი კი მინდა ქარელის რაიონული ქალთა საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონ ლილი მაზმიშვილთან საუბრით დავიწყოთ. ქალთა საბჭოს თავმჯდომარე ბრძანებები, როდის დაფუძნდა საბჭო, რა საქმიანობას ეწევით, რამდენი წევრი განათლებული, მოკლედ შეიძლება ამაში. ქალთა საბჭოს თავისი არსებობის დიდი ხნის ისტორია საერთოდ საქართველოში და აქედან გამომდინარე ქარელის რაიონში. წლების მანძილზე. მე იგი ყოველთვის დადებითი საქართველოს და რაიონის სასწრაფო ცხოვრებაში ასეთი იყო. უშუალოდ მე რაც ვარ საქართველოს თავმჯდომარე ეს 3 წელი. 15 წელია საქართველოს საბჭოში კონფერენცია ჩატარდა, კონფერენცია შემადგენლობა, ხოლო მე უშუალოდ საბჭოსთან პრეზიდიუმი შეიქმნა და პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო საქართველოს თავმჯდომარე თითქება. საბჭოში ჩვენი რაიონის ესეული მანდილოსნები არიან ახალგაზრდები და მათი მასშტაბით ყველა თაობით პედაგოგები
მარტივია სახლისები, გამშვიდიანი დედები. საკმაოდ კარგი შემოქმედებაა. ოღონდ სამწუხარო ის არის, რომ მათი შრომის და დასვენების გაყოფასწორების პირობები, როგორც ყველა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების, გარკვეულად გართულ და ძნელია და ჩვენ ვიჭერთ ძალიან. მათ ვიჭერთ და შემეძლია სხვისი დახმარების შესაძლებლობა საქართველოს საბჭოს ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებია. დასაწყის ეტაპზე 3 წლის წინ ფინანსიური მდგომარეობა შედარებით პროფესი ქონდა რაიონის საწარმოო ორგანიზაციები ჩვენ ანგარიშზე თანხმობდნენ რესპუბლიკურ ანგარიშზე ქართლის საბჭოთა ხალხის აფხაზეთის ფონდში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. თუ კი რაიმე იყო რაიონის საბჭოს თავისი ფინანსიური მდგომარეობიდან გამომდინარე ახერხებდა. და ეხლა ამ ბოლო დროს თითქმის აღარაფრის საშუალება აღარ. ეს კი არა და საკუთარ ცნობილი მოძრაობა თეთრი მანძილი, რომლის ინიციატორი იყო ცნობილი კინორეჟისორი ქალბატონი კეტი ბორისე და ამ მოძრაობამ უაღრესად საერთო გამოხმაურება ყოა მსოფლიოს ქვეყანაში და გახსოვთ თქვენ ალბათ დედათა ლაშქარიდან დაიძრა ჩვენი რაიონი პლატფორმის ძალიანებულობა მოძრაობაში მონაწილეობას მატარებელი უშუალოდ ახალეთის ტერიტორიაზე დაემგზავრა და ამ მოძრაობის დასახმარებლად ქალთა საბჭომ პირადად საწარმოო ორგანიზაციებს აერთხელ თხოვებს და მოუწოდებს რომ დახმარებოდნენ მას, მაგრამ შეძლებს ფაქტობრივად არავის სამწუხაროდ მორალურად კი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, ჰუმანური დასაკვირვებელია, ყველა ჯანსაღწევას აერთიანებს, პირველ რიგში დასაკვირველია გამოცდილი ადამიანები ქალბატონები და ყველა თაობის. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ხანდაზმულები დაგვალამაზონ უფრო ახალგაზრდა ქალბატონებმა და ჩვენ შემადგენლობას შეფეთილი არიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს პროგრამის ფედერალურ ლაშქარში მოიხსენიება და ქალების ინიციატივის დაიწყო ეს მე გამგეობა მასშტაბური დროის ხელმძღვანელობამ ინიციატივას ხარი დაუჭირა პრესაში იყო ამის შესახებ პირველი ქალებმა საერთოდ სპეციფიკური ტელეფონები 30 გრამამდე უფრო მოგროვდა 60 გრამზე მეტი ვერცხლი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი რაიონის შესაძლებლობისათვის და ჩვენ რაიონში მცხოვრები არა მარტო ქალებისათვის, არამედ საერთოდ ყოველთვის ეს გრამები მე ძალიან ცოტა მიმაჩნია, ძალიან უმცირესად მიმაჩნია და სულები კი და ეროვნულ ბანკში ჩაბარდა ოფიციალურად ლუქით, ბეჭდით, ოხმით და ყველას ძირფასი ლითონი დადო, ყველა სათანადო დოკუმენტია ხოლმე აღნიშნით ყველაფრით და ეს დადებითი პროცესი იყო, მაგრამ რომ კიდე გაგრძელებული იყო, გაცილებით უკეთესი იყო. მეორე აი ეს გრამები მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ჩვენ რაიონს კიდე უფრო მეტი შეეძლო. As our structure of sugar concentrated, I got problematic სამსახურმა საზოგადოებრივი დავალება აგერ დადებს საუბრობ ქალთა საბჭოს საქმიანობა. ოჯახი ზოგჯერ მე მომისმენია რომ ოჯახს უწოდებენ და ოჯახს იწოდებიან ისინი ვისაც დაუშვათ ხოლო ისინი ზოგს ასე გონია რომ აი მარშალი თუ ყავს ესე ოჯახი არის არ ვიზიარებ ამ საზრებას ესე იგი და რატომ ეს ხო ჯერეთი ყველა გასათხოვარი და უთხოვარი წინაბერად ხალხის კაცის ოჯახიდან არის წარმოშობილი არა ჯერ ეს თავი საწყისად ეს ავიღოთ რომ ნუ ოჯახი ყველას აქვს
მე მეორე თუ კი ადამიანს საზრუნავი აქვს მე მგონია რომ ესე იგი ოჯახზე თვითონს ამ შემთხვევაში ჩემი თავი ძალიან მდიდარი მგონია ახლობლებიც მყავს საზრუნავებიც მყავს შვილი, მისი მეუღლე, მისი შვილი, უბრალოდ ერთი წლის ოჯახის ოფისში დედა, ახლობლები, მრავალ ხას, ყველა ძალიან. ისე რომ მაგხრივ არ განიცდი ნაკლუბობას, ეგ არის რომ დიდად შევეხმარები მე მაინც და მაინც. გადაცემა არის ქალებისათვის განკუთვნილი მანდილოსნებისათვის. თქვენ როგორც ქალი ასუსურებთ ამ ძიმე ცხოვრების პირობებში, როგორ შეინახონ თავი მაინც ქალებთან. ამიტომ პრობლემებს როგორ დააღწიონ თავი, რომ მაინც ქალობა შეინარჩუნონ. ხო, ეს ძალიან რთულია და ბნელი. ზოგჯერ შეუძლებელიც, დიდი მტკიცენების ყოფის უნდა იყოს ადამიანი და ესეთებიც არიან ჩვენ თვალწინ, ჩვენს გვერდით, რომ ბარაკალამათ რომ ამას ახერხებენ. თავის შენახვა და გამოყვება ოჯახის და ახლობლების გაცილებით ადვილია, ვიდრე ქალურობის შენარჩუნება. იმიტომ რომ ეს ფიზიკური შრომა სისტემატურად ნერვულ მდგომარეობაში ყოფნა გავლენას ახდენს ბუნებრივია ქალის ფსიქიკაზეც, გარეგნობაზეც, სულიერ წყობაზეც და აი ეს უარყოფითი მომენტები მე რა ვთქვი მრავლად აქვს ჩვენ ქალებს. გამძლეობას უსურვებს პირველ რიგში. ვინც რაშია კომპეტენტური, ვისაც რა ეხება, ვინც რაში იღებს ბოლოს და ბოლოს ხელფას, ვინც რა იცის ყველაზე უკეთესად ის საქმე რო აკეთოს, მე მგონი საზოგადოებისათვის კარგი იქნება და ჩვენმა ქალებმა ალბათ ამის მაგალითი უნდა მისცენ. ყველას. მე ესეთი სურვილი მაქვს, რასაკვირველია ამ ნაკლოვანებებისგან არც ჩვენ არა ვართ ხოლმე არც პირადად მე და მეც უნდა ვეცადო და ყველა ჩვენი ქალბატონი უნდა ეცადოს რომ ნიჭიერებას შრომის მოყარეობას განათლებას ზნეობას აი ასე ღირებულებებს არა ამაზე მეტად მოხარ შეუღალავს და ნუ ამოვსვით ლაფში და პატივიცეთ. ჩვენი გადაცემის მორიგისტუნარია ქრონება, რომელიც უაღრესად საჭირო პროფესიით ემსახურება ქარელის რაიონს. კეთინა ნიკიტი დაიბადა ქალაქ თბილისში. სწავლობდა ქარელის მეორე საშუალო სკოლაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე. 1987 წლიდან მუშაობს ქარელის რაიონულ პოლიკლინიკაში, ექიმ-სტომატოლოგად. ცხოვრობს ქარელში, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. თქვენ სტომატოლოგი ბრძანდებით, ეს უფრო ვაჟკაცური პროფესია. როგორ მოხდა თქვენი არჩევანი? ბავშვობიდან მომიტაცებდა ეს პროფესია, მომწონდა ყოველთვის, მაინტერესებდა. ხშირად მითამაშია კიდეც ბავშვობაში ექიმობანა და ალბათ ამან განაპირობა ის, რომ ჩავიწყე სამედიცინო ინსტიტუტში. მე სტუდენტობის წლები გქონდა. კი, რა თქმა უნდა. მე თავს უფლებას მომცემ თქვა, რომ საკმაოდ ვაჟკაცურ პროფესიას ვემსახურები და მეტად საპასუხის მკეტლოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია მოითხოვს საკმაო ენერგიას, ძალას, განბედაობას, ნებისყოფას, მე ვთვლი, რომ ადვილად ვაცნობ თავს.
ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ის რომ ავადმყოფს ვჭირდები, გამბედაობას მატებს, უფრო ვაჟკაცობასაც მატებს და ეხმარება მუშაობაში. თქვენ ყავთ ოჯახი, თქვენ ყავთ მეუღლე, გაქვთ ოჯახი. მეუღლის შესახებ რას ვთქვით, როგორ გაიცანით? შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მეუღლე თვითონ გამეცნო. ეს მოხდა ქარელში. შემდეგ ძალიან მალე მოხდა ჩვენი შეუღლება, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. დავმორჩილი ბედს და გამიმართლა. ეს კი ბედნიერად ვთვლით არც. როგორ უყურებს თქვენი მეუღლე თქვენს საქმიანობას? როგორც პაციენტი ძალიან დიდი შიშით უყურებს. ეს მამაკაცების უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. და საერთოდ კი ჩემს ინტერესებს ძალიან აფასებს ჩემი მეუღლე, მათ შორის პროფესიულ ინტერესსაც. ყოველთვის გრძნობ მის თანადგომას განსაკუთრებით რო გამოიჭირს. თქვენ ყავთ შვილები, გიორგი და დათო, რას ვთქვით მათ შესახებ? გიორგი 10 წლის არის. შეიძლება ითქვას, რომ უკვე მეგობრობ მასთან. საკმაოდ შრომის მოყვარეა. დათო უფრო წელქი მყავს. ისე კი ბაძავს თავის ძმას ამათი საქმიანობაში. გიორგი, ჩვენ ვთქვით, რომ შენ სკოლაში კარგად სწავლობ. სწავლის გარდა კიდევ რა გიყვარს? სწავლის გარდა მე მიყვარს კიდევ ფეხბურთი. რას ვთქვი, რომელი ფეხბურთელი გიყვარს, რომელი გუნდი? საქართველოს ნაკრებიდან ფეხბურთელი რომელი მომწონს გააჩნია დაცვაში მომწონს ცხადაძე, რომელიც შესანიშნავად თამაშობს კარებში, კიდევ დევაძე. ისი ძლიერია. თავდასხმაში კიდევ რა გითხრათ? ორი შემიძლია გამოვარჩიო, ესენი არიან გეცბაია და შოთა არველაძე. და საზღვარგარეთის გუნდებიდან? ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებიდან უფრო გერმანია იყო ძლიერად და ბრაზილია. გერმანიიდან შეიძლება 18 ნომერი გამომერჩია. ეს იყო იურგენ კლისმანი, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა. ხოლო ბრაზილიიდან 11 ნომერი რომარიო. ესენი არიან სულ ფეხბურთელები. დათო, შენ რა გიყვარს? ჩხუბი დედიკოს აბრაზებ ხოლმე? ესე დავუბრუნდეთ ჩვენ საუბარს. თქვენ როგორ დიასახლისი ბრძანებით, რომელი კერძების მომზადება გიყვართ? ჩემს დიასახლისობას ალბათ ჩემი ოჯახის წევრები უკეთესად შეაფასებენ. კერძებიდან იყო საძივის გაკეთება, ტოლმის, ნამცხრების უფრო მეტად. ალბათ ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში აქვს ბედნიერი წუთები. თქვენ რას იტყვით? ჩემი ბედნიერი წუთები იყო ალბათ ჩემი შვილების დაბადება პირველ რიგში. ინსტიტუტში ჩარიცხვაც. ეს ამ რთული ცხოვრების პირობებში როგორ ინარჩუნებთ ქალურობას, როგორ ყურადღებთ? ადამიანი რასაც მოინდომებს, მეგონა ყველაფერს გააკეთებს და ქალები დამოწმულად ყოველთვის გამონახავენ დროს იმისთვის, რომ თავის ქალურობა შეინარჩუნონ. როგორ ფასებთ ოჯახს და სამსახურს ერთმანეთს? უნდა გითხრათ, რომ დროის დეფიციტს ყოველთვის განვიცდი. გარდა იმისა, რომ მუშაობ, სახლშიც პაციენტებით ხშირად ვარ დაკავებული. მაგრამ მივეჩვიე, იცით, ამ ასეთ ცხოვრებას და რაღაცნაირად ვანაწილებ ყველაფერს. ისე დახმარებაც მაქვს ოჯახის უფროსებისგანაც, მეუღლისგანაც და შვილებისგანაც კი. თქვენი საყვარელი საქმიანობა, სურვილები და პრობლემები? ჩემი საყვარელი საქმიანობა, ჩემი პროფესიული საქმიანობა. დავაკონკრეტებთ უფრო პროტეზირება. დამოწმებთან ძალიან საინტერესოა. სურვილი უკვე დიდი ხანია მაქვს ეს სურვილი, თანამედროვე ყოფას რაც შეეხება, რომ
ქარელში იყოს კერძო სტომატოლოგიური პოლიკლინიკა. ასეთი პოლიკლინიკის არსებობის შემთხვევაში ჩვენი სტომატოლოგების მომსახურება გაცილებით უკეთესი იქნება, უფრო ეფექტური ჩვენი პაციენტებისადმი, ვიდრე დღეს არის. პრობლემებიც აქედან ჩანს. უსახსრობის გამო ჩვენ ამის გაკეთება ჯერ არ შეგვიძლია და ვეძებთ სპონსორს. თუ მსურველებს გამოგვახმაროთ. რას უსურვებდით ახალგაზრდა გოგონებს და მანდილოსებს? მე უსურვებდი, რომ მათ ქონოდეთ ბედნიერი მომავალი და ვურჩევდი, რომ თავიანთი ქალურობა ყოველთვის შემენარჩუნებინათ, განსაკუთრებით ამ წინაპრების შანსს. კეთილიან გოგობერძის პიროვნება ქალურობისათვის საკმაოდ ცნობილია. მან თავისი ცხოვრების გარკვეული წლები ქარელის რაიონში გაატარა, სადაც ასწავლიდა ქართულ სიმღერებს. მის მიერ მომზადებულნი გუნდები დიდი წარმატებით გამოდიოდნენ სცენაზე. სულ ახლახან ქალბატონს კეთილიან გოგობერძის დაბადებიდან 75 წელს დასწრება მოღვაწეობიდან 60 წელი შეუსრულდა. ჩვენ ვეწვიეთ მას და გავესაუბრეთ. ხელოვნებით დამსახურებული მოღვაწე ბრძანდები წლების მანძილზე მუშაობდით სხვა რაიონებში. გაქვთ მრავალი ჯილდო, მედალი, მადლობის ბარათები მიღებული, გყავთ მრავალი თაყვანისმცემელი. თუ შეიძლება მოკლედ? კი ბატონო. მე დავიბადე ქალაქ გორში 1920 წელს. სამხედრო პილისის ოჯახში. მე გადავდივარ თბილისში. იქ შევდივარ საშუალო სკოლაში, ვამთავრებ საშუალო სასწავლებლად და შევდივარ ვაგრძელებულ სწავლას სტომატოლოგიურ ინსტიტუტში. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის, რომ ჯერ სკოლის ფარგლებიდან მერვე მეცხრე კლასის მოსწავლეს წამოყვანა თემა მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან ოხრობელიძე მე ჩამორე ქალთაში, სადაც წამოყვანი მომღერალი სოლისტი გახდი. ამ ანსამბლთან ერთად მივიღე მონაწილეობა მოსკოვში ჩატარებულ ქართული მუსიკის დეკადაზე, რომელიც ჩატარდა 1938 წელს. 14 იანვარს, აი ყველაზე მეტი საგულისხმო ჩემ ცხოვრებაზე საინტერესო არის ის, რომ მე ვიმღერე კრემში სტალინთან ერთად. ეს იყო ჩემთვის რაღაცა, ჩემთვის რაღაც უყოლასის საერთოდ ეს იყო ძალიან დიდი ჯილდო და მასთან ერთად მე შევასრულე სიმღერა არამწალიან ხვალშიო და გაფრინდი შავ მერცხა. ამის შემდეგ იწყება ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი და მიუხედავად იმისა, რომ მე დამამთავრე სტომატოლოგიის ინსტიტუტი, გავხდი ექიმი, მე ამ ხელოვნებისთვის თავი არ დამინებებია და ორივე ერთად რაღაცნაირად ვასრულებდი. მაგრამ იმისათვის, რომ აქ უფრო მეტი დაინტერესება მივიღე და მეტი სიყვარული მუსიკისადმი, თითქმის ეს ექიმობა დაქმედა, გადავედი ამ ხაზით. მრავალი გუნდები მომამზადე საქართველოში და მე მინდა აღნიშნო განსაკუთრებულად ის, რომ ქარელში მოღვაწეობა ჩემი დაიწყო 1951 წელს მომიწვია მაშინდელმა კულტურის სახლის დირექტორმა გივი სამიშვილმა. იმის შემდეგ დღემდის მე ქარელში მოღვაწეობ, ესე იგი მე ვიცი მაშინ 20 წლის ასაკში 45 წელია. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გამოუცხადო ქარელის მთელ მოსახლეობას, მთელ ჩემს საყვარელ მაყურებელს და ქარელის დღევანდელ ხელმძღვანელობას. 1980 წელს ქეთევან სამლიაშვილისა და ლილი მაზმიშვილის ინიციატივით მე მომეწყო და კულტურების კამგე საური გაბუნია იყო და გიურის მორაშვილის ინიციატივით მე მომეწყო 60 წელი მუშაობდით კასპში, ახალციხეში, ბორჯომში, შემდეგ ჩამოხვედით ქარელში. ეს და მთელი თქვენი ცხოვრების განსაზღვრელი და ბევრი წელი ქარელში გაატარეთ, ხო? აი ვინ იყო ინიციატორი, ვინ ჩამოგიყვანათ? გივი რამიშვილი იყო კულტურის სახლის დირექტორი და ნიკო გოჩაშვილი იყო კულტგანყოფილების კამგე. აი მათი ინიციატივით მოწვეული ვიყავი მე ქარელში. მაშინ ტარდებოდა ოლიმპიადა და აგარის სახლის კომბინატის მუშებისა და ქარელის მომღერლებთან ერთად
მე ეს გუნდი გავიყვანე ოპერის თეატრში და დაიკავეს მეორე ადგილი. აი ეს დიდი ოვაციები კარგი წარმატება მივიღეთ. ნიკო კეთხოველი იყო მაშინ ჟიურის თავმჯდომარე და განსაკუთრებით ის ქართველი კაცი არის და დაამოხარებდა რომ ქარელი ასეთი წარმატებით გამომიტანა. ჩვენ ვიცით რომ თქვენ სულიკო დადგით სიმღერას სულიკო ამის შესახებ მე შემიძლია ვთქვა რა 37 წელს აი ეს სიმღერა სულიკო გადაიტანა ავქსენტი მეგრელიძე ჩონგურების თანხლებით და ჩვენ შევასრულეთ მოსკოვში და ძალიან დიდი წარმატება მიიღო ამ სულიკომ და ეს სულიკო უკვე დღეს მთელი პოპულო ასრულებს აი ამ სიმღერას პირველად ეს სულიკო შევასრულეთ ჩვენ 1937 წელს მოსკოვის დიდ თეატრში თქვენ 4 შვილი გყავთ თქვენი შვილებიც პროფესიონალი მსახიობები არიან არტისტები ქალბატონი მარინე მომღერალია ბატონი სერკო საქართველოს დამსახურებული არტისტი ალბათ შვილიშვილებიც გაყვნენ თქვენ კვალს ისინი მღერიან ამის შესახებ ჩემი მეუღლე სახელმწიფო ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო რესპუბლიკის სასახლეში ჩემი შვილებიც ნამდვილად აი ამ გზაზე არიან უმაღლესი განათლება მიიღო უმცროს მაღლაცმა დაამთავრა უცხოენების ინსტიტუტი და გახდა მეორე შვილი თამარი სოფლიო მოიარა სუხიშვილის სამსახურში 25 წელი იცედა მარინა და ირინა ორივენი მომღერლები არიან მარინა რომ წაყვან საქმეს და ირინა კი არის ფილოლოგი აი ჩემი შვილი ამჟამად მოხებავი არის უფროსი დათო ახოძე ეს პატარა გოგონაც მუსიკაზე ძალიან არის შეყვარებული და უნდა რომ ეგეთ გამოვიდეს პატარა მომღერალი ეს ქარელში თქვენ მოღვაწეობთ 45 წელიწადში კი აუცილებლად ახლა თქვენ იუბილე გადაიხადეთ გადაგიხადეთ ქარელელი იუბილე და სასცენო მოღვაწეობიდან 60 წელი ეს ძალიან კარგი საღამო იყო ხალხი ბევრი იყო თქვენი ნიჭისა თქვენი მუსიკის თაყვანისმცემლები იყვნენ მოწვეული სტუმრები ეს რაღაცა დაუწყეს საღამო იყო მე მგონია ყველასთვის პარაცენტრი გასაგებული საღამო იყო ჩემი შვილები ისეთი კმაყოფილები და ჩამოთვლილი სტუმრები ძალიან კმაყოფილები წავიდნენ აი ქარელის აი ესეთი მაღალი დონის მაყურებელი რომ ნახეთ ის და ამავე დროს დაუხატათ ის რომ მე ქარელში აი ესეთ ის პარტის მცემე ეს საღამო მე მგონია ჩემს მეხტერებიდან არ გამოვა და აგრეთვე ჩვენი მოსახლეობასაც ეხმება აი ამ საღამოს ინიციატორებად მე უნდა გავთვალო დღევანდელი ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა რომლებაც ძალიან დიდი ამაგი დამდეს და ხელი შემიწევს რომ მე ეს საღამო ჩამეტარები და ჩატარებული იყო პირადად მე მადლობელი ვარ ჩვენი ტელევიზიის რომ მომეცით საშუალება რომ მე მადლობა გადავუხადო აი ამ ჩვენ რაიონის ხელმძღვანელობას ბატონ თემოს ბატონ გივის ბატონ აკაკის ოთარის და ყველას კი ვინც მიიღო მონაწილეობა აი ამ თემის საღამოს წარმატებით ჩატარებაში ქარელში ყავდათ გუნდი სადაც სასწავლიდით თქვენ ხალხურ სიმღერებს ალბათ ყავთ ბევრი მოსწავლეები რომელთანაც ურთიერთობა გექნებათ ყოფილი მოსწავლეები ეხლანდ აი ეს განსაკუთრებულად მე შეგვიძლია აღვნიშნო 1977 წელი ჩვენმა ქარელის გუნდმა შალვანშვილის სტატიაში აი ეს ეწერა დღეს ქართლის გულიო ეს არის ქარელის რაიონიო რომელმაც ოპერის თეატრის დარბაზი ფერზე დააყენა და ნამდვილად რომ ეგრე იყო აქ მყავდნენ მე ძალიან კარგი მომღერლები აი ჩიტო ეკალაძე რობინსონ ყანჩეველი ბიჭიკო აბაშვილი ანდრონ წერლიშვილი თავის მეუღლესთან ერთად რუსუდან წერლიშვილი აი დღესაც მე მყავს საკონცერტო ჯგუფი და აი ამ საკონცერტო ჯგუფით
მე დღესაც სამსახურები ეს ხანდაზმული ქალი მოსახლეობა და ხალხი მიდგას მსახიობი ენრიკო კიკაშვილი. ეს ხალხი რომ მყოფის მე მხარში ნამდვილად მე ამდენადაც ვერ გავაკეთებთ. აი ესეთი ერთგული ხალხი მყავდეთ. აი განსაკუთრებულად მინდა კიდევ აღნიშნო რომ ჩვენი კულტურის განყოფილების გამგე ლელი როინაშვილი ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევს აი მიტომ აქვს მე ენთუზიაზმი რომ აი ესეთი ხელი შეწყობა რომ მოხდორე ეს არ მქონებოდა მე ნამდვილად კარიერას დავწერდი და წავიდოდი ჩემს შვილებთან ერთად და მე ასე ვფიქრობ რომ კიდე 5 წელი მაინც უნდა ვიცოცხლო რომ 80 წელიც კიდევ კარიერაში ვიდა რომ მესამე იუბილე გადამიხადო და პირველი გონი 60 წლის იუბილე გადაგიხადეს ხო? გადამიხადეს 80 წელში 15 წლის წინ თქვენ საყვარელი სიმღერა გექნება თავისუფლად შეგვიძლია მე საერთოდ ხალხური სიმღერების მოწფედი ხალხი ვარ მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ქალაქური სიმღერები და მინდა რომ აი აღნიშნო რომ ქალიდან ბევრი ძალიან კარგი სახელოვანი ადამიანები არიან ასულები აი მუხელიშვილი, თამარ ფიჩიშვილი და ჯანო ბაგრატიონი რომელიც იყო თამაშობით აბანო და განსაკუთრებით მე ძალიან ბევრი კარგი სახელოვანი გაკეთებული ხალხური შემოქმედებაში და მის მიერ იყო შესრულებული ფრანცის ყველაფრის ცნობილი სიმღერა ყვავილების ქვეყანა და მე ეს სიმღერა მიყვარს და ეხლა შეძლებს ზოგადად შეგისწრებს ხელოვანის ცხოვრება სავსე არის მოსაგონარი ბედნიერი წუთებით. თქვენ რას მიიღოთ? ჩემი ბედნიერი წუთები იყო, რომ მე ძალიან ბევრს მოგზაურობდი საქართველოში. თითქმის ყველა კუთხეში გუნდები მყავდა. აზბეგი, თიანეთი, ყვარელი, კასპი, ხაშური, აჯიგენი, ასპინძა, ახალციხე, ბორჯომი და ყველგან მაქვს სასიამოვნო მოგონებები. თითქმის ძალიან დიდი წარმატებით გამოდიოდა ჩემი გუნდები თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ ამას ყველგან. ჩემი სიხარული მარტო ეგ იყო რომ მე ოლიმპიადაზე რომ გავიყვანდი გუნდს ვიცოდი რომ იქ პირველი ადგილი ჩემი უნდა ყოფილიყო. ამისი მე ყველა რაიონს მასახელი. ალბათ კურიოზების ფორმატ არის თქვენ კურიოზი ახლა ერთი რა ვიცი თუ შეიძლება რომ ეს მოგეწონოთ ახლა 54 წელია მუშაობ ბორჯომში და ბორჯომში მყავდა საკონცერტო ჯგუფი ყოველთვის მე დავედით შახტებში კონცერტებზე გამოვდივართ ვოკალური ტრიო შუასიუბიე ვარ მე და ახალგაზრდობაში სული ქალი ვიყავი უფრო და სიმღერის დროს მაშინ იყო ძალიან მოდაში სიმღერა დავდივარ დაგეძებ. ამ სიმღერას ვასრულებ. ამოვიდა ერთი მესახტე და პირდაპირ გავაჩერა და იმას ეუბნება აქეთ გვერდზე ბანკს გვეუბნებოდა მამაკაცი მეც გაგვერდზე.
ეუბნება ძმაოჯან ცოტა გვერდზე გადექი რა ამ ხალხ გვერდიდან შევხედო აი ეს ყოველთვის ახსენდება თვითონ იმას და დღესაც ამერიკას ტელეფონზე ქეთო რო გამახსენდებაო ერთ ამბავიო მარტო ვარ და მეცინება ყოველთვისო აი ესეთი პატარა კურიოზები იყო ხოლმე ყოველთვის როდესაც გამდიოდი კონცერტზე საერთოდ და სხვა კიდე მოსაგონარი ბევრი არის აი ყაზბეგში როცა მუშაობდი მოხერებთან მოხერები ენამახვილი ხალხი იყვნენ საერთოდ ძალიან და იცოდნენ ხომ რომ წიალო დარიალაო ალბათ თქვენთვის ცნობილია ხევისბერის გოჩაში თქო ქართული არის იქ მღეროდნენ ძალიან იმათ იოლად და წამოვიხე წიალო დარიალაო და გავაკეთე გავხადე პოპულარული მე აკადემიურმა კომპოზიტორმა რედო ლაღიძემ ჩართო კინოში ეს სიმღერა გახდა პოპულარული მოხერებმა ეს იუკარგის ეს იცი და რო ჩავედი აქედან კონცერტებზე იმის შემდეგ იტყოდნენ ქეთო კარგი ქალაია მაგრამ მოგპარა წიალო დარიალაო თითქოს რაღაცნაირი ისწოდათ ხოლმე განწყობა აი ამაზე ბევრი ასეთები იყო მაგრამ ეხლა არ მახსენდება და ყველას ჩამოკლას შეიძლება ჩვენი გადაცემა მანდილოსნობისათვის არის გათვალისწინებული თქვენ როგორც ქალი როგორ ასრულებთ თქვენთას და საერთოდ ქალებს მე საერთოდ რას უსურვებდი ახალგაზრდა გოგონებს უსურვებდი რომ ყოფილიყან კარგი მომავალი დიასაკრისები ბედნიერები ყოფილიყან და კარგი მეუღლეები შეეძინოთ და საერთოდ ქალისათვის ყოველთვის საჭირო იყო სიფაგიზე ერთგულის სიყვარული და ერთგულის სიხარული და რაც მთავარია ერთგულება ამას ახალგაზრდა გოგონებს მე საშუალო ასაკის მანდილოსნებს უსურვებ რომ კარგი მეუღლეები ყოფილიყან მეუღლეებისთვის დაეჯერებიოთ ასე რომ თქვა ხალხი დღეს ისეთი დრო არის რომ მამაკაცებთან ერთად მანდილოსნებად არის შრომა და არის მუშაობა ისე არაფერი არ გამოგივიდა და ამიტომ საჭირო არის რომ დღევანდელი მანდილოსნები როგორც ვაჟკაცები აი ესე რომ გამოიყურებოდნენ ჩემნაირი ხანდაზმული ქალებს რა შემიძლია ჩვენ მარტო ის შეგვიძლია რომ სიყვარული დავცეთოთ და სიხარული დავცეთოთ ახალგაზრდებში და ჩვენგან კიდევ ამ ხანდაზმული ხალხიდან კიდევ რაღაცა რაც კარგი არის ყველაფერი ის გადაეღოთ ჩვენარი ხანდაზმული ხალხიდან უსურვებდი მე ქალებს მანდილოსნებს ყველას ოჯახში ბედნიერებას ჯანმრთელობას სიყვარულს სიხარულს და რაც მთავარია მშვიდობას შენ რა იცი ვირფასო ჩემი სული ამბავი ანეთებული ხატი ხარ ანეთებული ტაძარი ულამაზეს ოცნები ლურჯიციდან მცოველი შემინათელი ხატი ხარ ჩემი სვეტი ცხოველი იდუმალი ასეთი ასე შუქნი ბიბული ოროგორი უბრალო ოროგორი დიდრული შემოსული ხელმწიფე მარად შენთან მყოფელი როგორ გავლამაზე ჩემი თუთი სოფელი ჩვენი პირველი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. გაგვიზიარეთ პატივცემულო ტელემაყურებლობა თქვენი აზრები, შენიშვნები, წინადადებები. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვეცდებით ჩვენი გადაცემა კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს. ახლა კი გემშვიდობებით, ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.